ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში საიუბილეო საღამო გაიმართა. სასწავლებლის 105 წლის იუბილეზე კონცერტი ღია ცისქვეშ მოეწყო. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კურსდამთავრებულებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. კონცერტზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. დამსწრეების წინაშე წარსდგნენ საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილების მოსწავლეები, გუნდები, ორკესტრი, ჩასაბერ საკრავთა და ფოლკლორული ანსამბლების წევრები. ძალიან ამაღელვებელი დღეა, მინდა გითხრათ, 105 წლის გავხდა უკვე სასწავლებელი, ეხლა ხან დამთავრდა კონცერტი, ეზოში გადავწყვიტეთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში და ყველა იმ ადამიანს, ვის დაგვეხმარა იმაში, რომ ეს სილამაზე ეჩვენებია ჩვენი მსმენელისათვის, ყველას ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონკურსები იყო, ბევრი საერთაშორისო კონკურსები და ფესტივალები, სადაც მოსწავლეებმა ჩვენება მიიღეს მონაწილეობა და ძალიან მაღალი შედეგები დაბრუნდნენ და მიხარია რომ აი ესეთი ზეიმია დღეს ჩვენ ქალაქში. ჩვენ აი აქ ამ ეზოში ქონდა 5 წლის წინ ზუსტად სლოგანით ჩვენ 100 წლის საძირკველზე ვდგევართ და მას შემდეგ 5 წელია გასული და დღეს 105 წლისა ვართ და კიდევ უფრო მყარად ვდგევართ ამ 105 წლის საძირკველზე. ეს არის დიდი საგამომცემლო კერა, რომელიც ღირსეულად, ნამდვილად ხმამაღლა ვიტყვი, ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს და ცხოვრობს და ცოცხლობს ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებით. არაჩვეულებრივი რეჟისურა იყო, შემსრულებლები, არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, უნიჭიერესი. სამა ბავშვები და ჩემი აღზრდილებიც არიან აქ. დღევანდელი საღამოთი სრულიად აღფრთოვანებული ვარ. ეს არის არაჩვეულებრივი, ეს არის 105 წლის შედეგი კი არ არის. ეს არის რა ვიცი, საუკუნის შედეგი. ჩვენი სასწავლებელი მუდამ იყო ხელოვნების კულტურის სათავეში და მუდამ იქნება დარწმუნებული ვარ. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მომავალი თაობა მოდის. წელს ძალიან აქტიური წელი ჰქონდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სასწავლებელს, იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღეს მისმა ბავშვებმა, როგორც ყოველთვის, მაგრამ წელს განსაკუთრებით
როგორც საერთაშორისო კონკურსზე, ადგილობრივი კონკურსზე, ან რესპუბლიკური მასშტაბით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ჩატარდა ძალიან ბევრი კლასის კონცერტი, სოლო კონცერტი და მოკლედ რა ვიცი, ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები ჩაული რუდუნებით შრომობდნენ და ესე აქტიურად განვლეს, რომელიც დაგვირგვინებაც ამ წლის ლოგიკური ფინალი დაგვირგვინებაც იყო დღევანდელი დღე, რომელიც მიეძღვნა ჩვენი სასწავლებლის 105 წლის თავს, 105 წლის იუბილეს. მომავალ თაობას ურჩევდი ერთ რამეს, რაც მათ აქვთ გამოსასურებელი, რაც მეც მქონდა ბავშვობაში, რომ იშრომონ, არ დაიზარონ შრომა, განვითარება, იმიტომ რომ არიან ძალიან იჭიერები, მაგრამ ცოტა ზოგადად გვეძალებას იზარებათ. ამიტომ თუ ამ კომპონენტს მოუმატებდნენ, რასაც ქვია შრომა და იმიტომ რომ ჩვენს სფეროში შრომის ჩადების გარეშე არაფერი არ გამოდის. ესეთი სფეროა, რომ ყოველდღიურ რუტინულ შრომას ითხოვს. ამიტომ ურჩევდი, რომ იშრომონ, იმეცადინონ, არ დაიზარონ, იფიქრონ თვითგანვითარებაზე და შედეგიც ადრე თუ კი არ დააყოვნებს და აუცილებლად ფასდება ეს ჩემი აზრით ადრე თუ გია.